მე 12 ლარი ჯიბეში. 12 ლარი მაქვს. ახლა შევდივარ და წამალი უნდა ვიყიდე ამ 12 ლარითაც. რაში გეყოფათ ეს 12 ლარი? არაფერში, ბები 1-2 პურს მიყიდის. ასეთია რეალობა ქუჩაში. დედაქალაქის იმ ნაწილში, სადაც ძირითადად ხილბოსტნეულისა და ყვავილების დახლებს თუ შეხვდებით, სადაც არც კალაძის მდიდრული საახალწლო განათებების ბზინვარება აღწევს და არც ცრუ დაპირებებზე აგებული ქოც პროპაგანდა მუშაობს. ხალხს შია, სცივა და უკეთეს ცხოვრებაზე ოცნების ზღაპრების რახანია არ სჯერა. ქუჩაში შემთხვევითობის პრინციპით შერჩეული ჩვენი რესპონდენტების უმრავლესობა პენსიონერია. უმძიმესი სოციალური სიდუხჭირის პირობებში. ოცნება საარჩევნო დაპირებას უსრულებს და პენსიას მიმდინარე წლიდან მხოლოდ 35 ლარით უსრდის. 12 წელია დევნილი ვარ და 45 ლარის მეტი არ გაიმეტა ჩვენთვის მთავრობა. 45 ლარი რა არის? იმ მილიონერებმა ჩაიხედონ გულში და უყურონ თავიანთ ღარიბ ხალხს, ქართველებს, რომ ძალიან ღარიბები არიან და ჯობია რომ იმ ღარიბებს დაურიგონ. ვიდრე თვითონ ჩაიჯიბონ ჯიბეში. მეუღლე მყავს ავადმყოფი. მთელი თანხა რაც შეიძლება შემოვიდეს და რაც შეიძლება შვილები დაგვეხმარონ, მიდის წამლებში. მე გახლავართ 91 წლის და მთელი სიცოცხლე სწავლობდი და ვასწავლდი. და ეხლა წამლის ფული არ მაქვს. და აი ეს ადამიანები, რომლებიც არ ვიცი რა. აი ამ ხელა თანხებს იღებენ უსამართლობა. ოცნება რომ მოვიდა, ვიფიქრე ხალხისთვის იქნებოდა რაღაცას გააკეთებდნენ ჯერო და შემოუხაზე 50-მა ძალიან შევცდი როგორ ჩანს. 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო დოკუმენტის მიხედვით 70 წლისა და ზემოთ პენსიონერთა პენსია 35 ლარით გაიზარდა და 450 ლარს გაუტოლდა. 70 წლის ქვემოთ პენსიონერებისთვის 350-ს. მაღალმთიან დასახლებაში პენსიის ოდენობა თითქმის 540 ლარი გახდა. ამის პარალელურად ეგრეთ წოდებული პარლამენტის 89 დეპუტატს, რომელთაგან 17 მილიონერია ნახევარზე მეტი კი მდუმარე, ხელფასები გაუორმაგდა და 12,000 ლარამდე გაიზარდათ. ეგრეთ წოდებული პრემიერის, პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის ხელფასი თვეში 14,000 ლარს გადააჭარბებს. მაგალითისთვის, მიხეილ ყაველაშვილის, შალვა პაპუაშვილისა და ირაკლი კობახიძის ხელფასი აქამდე 6,740 ლარი იყო. ცვლილების მიხედვით კი 14,600 ლარი გახდება. 10 ლარი წელიწადში 20 ლარი 15 ლარს უმატებენ პენსიაზე. მედრას ხმარო დაჭირდებათ, მაგ კარგად მოდიან მერე. არ გაწყა მაგათი მუცელი, ცოტა აქეთ გამოიხედონ ხალხისკენ. რისთვის ავარჩიეთ, იმიტომ რომ ხალხს მიხედან, არა და თავის თავს, არა. 35 ლარი მე მიმატებენ და თვითონ ორმაგს იღებენ ხელფასს. თავისთვის აკეთებენ, ჩემთვის რას აკეთებენ? 35 ლარი ვის რა ეყოფა კაცო? ფშიერი, ღარიბი, გაყინული ხალხის ფულით 1 იანვრიდან გაორმაგდა რეჟიმის მინისტრების ხელფასიც, რომელიც უკვე 11,000 ლარს აჭარბებს. ივანიშვილის არალეგიტიმურ ხელისუფლებას ფული მოხუცების გარდა არც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოქალაქეებისთვის ემეტება. ახლად დამტკიცებული ბიუჯეტის მიხედვით, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის 1 იანვრიდან პენსია 35 ლარით, არამკვეთრად გამოხატულთათვის 20 ლარით გაიზრდება. ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებში მიაჩნიათ, რომ ეგრეთ წოდებული მთავრობა ხალხს დასცინის. ნორმალურ პირობებში კი საშუალოდ პენსია 1000 ლარს მაინც უნდა უტოლდებოდეს. სინამდვილეში პენსია უნდა იყოს მინიმუმ 1000 ლარი დღეის მდგომარეობით გაზრდილი ფასების, სოციალური სიდუხჭირის და ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო. მაგრამ ეს კოდსები არალეგიტიმურები ზრუნავენ არა ხალხზე, არა პენსიონერზე, არამედ საკუთარ ჯიბეზე. პენსიონერს პენსიას უზრდიან 35 ლარით და თავად ხელფასს იზრდიან 7,000 ლარით. ეს არის წარმოუდგენელი უსამართლობა, როდესაც პენსია იზრდება დაახლოებით 10%-ით, ხოლო ისედაც მდიდარი ეგრეთ წოდებული დეპუტატის ხელფასი იზრდება 250%-ით. ეს კიდევ ერთხელ მიუნიშნებს, რომ ივანიშვილის რეჟიმისთვის არ არის საერთოდ პრიორიტეტი და არ ფიქრობს საქართველოს მოქალაქეზე, ადამიანზე. ის ფიქრობს მხოლოდ მისი მორჩილი ელიტების კეთილდღეობაზე და კიდევ უფრო გამდიდრებაზე.
საქმე ისაა, რომ ხალხს ინფლაციისა და მედიკამენტებზე სურსათზე გაზრდილი ფასების პირობებში არც 350 და არც 450 ლარი მინიმალური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლადაც კი არ ყოფნის. თან ეს ყველაფერი იმ ფონზე, როცა არჩევნების მოპარვის გამო ქვეყანა საერთაშორისო იზოლაციაშია მოქცეული. საფრთხე ექმნება ბიზნესს, ეკონომიკას, რაც ბუნებრივია ზრდის ფასებს და იწვევს ინფლაციას. საქსტატის ბოლო მონაცემებიც უკვე ამაზე მიუთითებს. რა გითხრათ კაცო 35 ლარი რა ჩემი ფეხებია მაგათ კარგი ყველას